ხარისხის კვირაულის ფარგლებში დღეს ბათუმში გუდულის სუპერმარკეტი გაიხსნა. მის გახსნაში კომპანიამ 9 მილიონი euро ჩადო და 100-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა. გუდული კომპანიის გენერალურმა დირექტორმა და ქალაქის მერმა გახსნეს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, დაბალი ფასები და 15,000-მდე დასახელების ნაწარმი. ახალი ქსელი მომხმარებელს ფართო არჩევანს თავაზობს. გუდულში ასევე გაიყიდება ადგილობრივი წარმოების საკონდიტრო და პურფუნთუშეული ნაწარმი. მესვე ხარისხის კვირაულის ფარგლებში ბათუმის ახალ ბულვარში გრანდიოზული ზომის 6 მეტრიან აჭარულ ხაჭაპურს გამოაცხობენ. მოიწყობა მისი საზეიმო და სახალხო დაგემონება. მთელი დღის განმავლობაში კი სხვადასხვა კომპანიების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა იმართება. მოიწყობა ასევე კონკურსები, ვიქტორინები და გათამაშებები. ბათუმში ხარისხის კვირაული გუშინ ოფიციალურად გაიხსნა. 4 დღის განმავლობაში ახალ ბულვარში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება. მონაწილეობას 40-მდე ქართული კომპანია იღებს. ისინი ხარისხის ნიშნის მოპოვებისთვის იბრძვიან, მათ შორისაა 11 აჭარაში მოქმედი საწარმო. შევთავაზო ბათუმელებს დაახლოებით 15,000 დასახელების ასორტიმენტი. მისაღები ფასები, იმიტომ რომ აქაც გავრცელდება ჩვენს მიერ რეკლამირებული ტოპ 1000. ეს არის დაახლოებით 1000-მდე დასახელების საქონელი, რომელზეც არის ყველაზე დაბალი ფასები. ეს არის შედარებით ფართო მოხმარების საქონელი. 15,000-მდე სხვადასხვა დასახელების პროდუქცია იყიდება და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ აქ აიყიდება ადგილობრივი წარმოების სხვადასხვა საკვები პროდუქტები, რომელიც აქვე ბათუმში მზადდება და არის ეკოლოგიურად სუფთა. და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ქალაქისათვის არის ის, რომ ამ ობიექტის გახსნა დაკავშირებული არის 110 ბათუმელის დასაქმებასთან, 111 ბათუმელის დასაქმებასთან, საკმაოდ მაღალანაზღაურებადი ხელფასით 440 საშუალო ხელფასი 450 ლარი ექნება.